თქვენ იტყუებით. That is 100% false. Absolutely false. ეს რა თქმა უნდა იყო ძალიან დიდი ტყუილი საბოლოო ჯამში. ძალიან ბევრი ტყუილი და სიცრუე. თქვენ იტყუებით, როდესაც ეთერიდან ადამიანებს ეუბნებით, რომ ეს არის წინასაარჩევნო. მართლ გუნდთან. არა, ეს ყველაფერი არის დაფუძნებული სიყალბეზე, სიცრუეზე. ეს არის სრული ტყუილი და ცილის წამება. იმანაგოს პასუხი ვინც ესე ჭორებს ავცევთ. გვერდმა უწყის ალბათ რა არის მართალი და რა არის ტყუილი. ექვსი ბრმა და სპილო. ექვსი ბრმა ადამიანი სპილოსთან. ყველას ეკითხებიან, აღწერეთ რას გავს სპილო. ის ვინც მივიდა ვთქვათ ფეხთან, მან თქვა რომ სპილო გავს უზარმაზარ ხეს. ვინც თქვათ ხორთუმთან მისთვის წყლის მილი. ვინც კუდთან მისთვის იყო ძალიან დიდი თოკი. ვინც ყურს შეაულო ხელი, მისთვის ეს იყო სანიავებელი ნაჭერი. ძალიან რთულია იმ ყველა მთლიანი სურათის აღქმა, როდესაც შენ გაქვს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის მონაცემი და აქედან აზრის გამოტანა. ვინც ამ სრულ სურათს აღიქვამს, სწორედ ის აკონტროლებს შემდეგ ინფორმაციას და ის აწვდის შემდეგ პირობითად ბრმა ადამიანებს, ანუ ჩვენ იმ ნაწილს, სპილოს იმ ნაწილს, რომელიც მას სურს, რომ ჩვენ დავინახოთ. ყველას მოგესალმებით, ჩვენ გვაქვს დღეს კვორუმი. ვთხოვთ დაიკავოთ თქვენი კუთვნილი ადგილი. პუტინმა სააკაშვილს უთხრა: ჩვენ იმათ ამერიკელებს ვუპასუხებთ. ეს თქვენი ბრალი არ გეწყინოსო, დაახლოებით ესეთი რაღაცა უთხრაო. ეს სწორედ ასე მუშაობს ალბათ დღესაც და ისტორიულადაც ის, რასაც ჩვენ ვეძახით პროპაგანდას. სანამ თქვათ საწოლიდან ადგება სიმართლე, ტყუილს უკვე მთელი მსოფლიო ექნება რამდენჯერ მოვლილი. ეს გამრავლე რაღაც რიცხვზე, 100,000-ობით რიცხვზე უკვე ინტერნეტის შემთხვევაში, ხო? მე მაქვს ასეთი პირადი გამოცდილება, რომ რაღაცა 9 თუ რაღაც რაოდენობის პუნქტები იყო, რა სიკეთე გაუკეთა სტალინმა საქართველოს. დავიწყე ამ ყველაფრის დებანკინგი. იმ ავტორს სავარაუდოდ ეს ამაში დაშირდა ნახევარი საათი ვთქვა, შემდეგ სპელჩეკერში გაატარა, ან არ გაატარა, რომ სწორად დაეწერა გრამატიკულად, ჩასვა დაპოსტა. მეორე პუნქტს რომ მივადექი, პირველი პუნქტის, ასე ვთქვათ, გასაბათილებლად ან იმისთვის, რომ არგუმენტირებული ფაქტები მომეყვანა, ან დასადასტურებლად, სადღაც 2 თვე მუშაობდი საარქივო დოკუმენტებზე, ხო?
ერთ-ერთი პუნქტი ავიღე ლევილის განძის ამბავს, ხო? საქართველოსდან გატანილი სამუზეუმო ნივთების ძვირფასეულობის, რომელიც შემდეგ დაბრუნდა. პუნქტი იყო ასეთი, რომ აი როგორ გაყიდეს, იქ გაანიავეს და რომ არა ექვთიმე თაყაშვილის არ გადარჩებოდა, რაც ჩამოვიდა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არის საარქივო დოკუმენტები, სად რამდენი წავიდა, რამდენი შემოვიდა, შემდეგი მთელი პერიპეტიები იყო, ის რაც გაიყიდა, ამით ეს არ წარმოადგენდა ქართულ სამუზეუმო ექსპონატებს, იყო ნიკოლოზის დროინდელი ოქროები და ასე შემდეგ, რითაც შემდეგ იყიდეს ლევილი, რომელიც დღეს კულტურული ცენტრია, ხო? მაგრამ ნუ გამჯდარია ხალხში ეს მითი, რომ ჟორდანიამ წაიღო გაანიავა, ექვთიმემ რაღაც ნაწილი გადაარჩინა, ექვთიმე წმინდა ჟორდანიამ ასე. და ძალიან ძნელია დადებ ამ სტატიას, ვთქვათ, მაგრამ იქ უკვე ის არის ის ინდონეზე გამჯდარი, რომ ამას თითქმის უკვე აზრი ეკარგება. და ეს იყო ხოლმე ერთი პუნქტი, ასეთ იყო 20. იმ დაპოსტილს ჰქონდა სადღაც 10,000 შეარი, რაღაც εν რაოდენობის ლაიქი და შემდეგ უკვე რომ გამომედო ეს ხო, უკვე აზრი დაკარგა, რომ და სამი თვე ვიმუშავე. მთელი სტატია უნდა დამედო ეს პირველი პუნქტის, თქვათ, დებანკინგის შესახებ და აზრი აღარ ჰქონდა. On its website and instead allow community to well, I watched their news conference and I thought it was a very good news conference. I think they've come a long way. Meta, Facebook. I think they've come a long way. I watched it. The man was very impressive. I watched it on Fox. I'm not allowed to say that. ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა ამ დეзинფორმაციასთან წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამებმა, ცალკეულმა ფაქტ-ჩეკერებმა. შეიძლება ითქვას, რომ ბევრი სიცოცხლეც გადაარჩინეს იგივე კოვიდის დროს იქნებოდა ეს თუ სხვა დროს, მაგრამ არის აი რაღაცა რომ წარმოვიდგინოთ რაღაცა უზარმაზარი ცუნამი ოკეანის ეჯახება ვთქვათ რაღაც დამბას, რომელმაც უნდა შეაჩეროს პატარა მდინარე. გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიცაა მაგალითად deepfake-ი. შეგახსენებთ, რომ ამგვარი პროგრამების მეშვეობით ადამიანის ვიდეო გამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი. პოსტსიმართლე არის მარტივად რო ვთქვათ ის, რომ არ არსებობს რაღაცა ერთი სიმართლე, არსებობს მხოლოდ ინტერპრეტაცია და მხოლოდ ფაქტების ინტერპრეტაცია და მხოლოდ ის თუ რამდენად დააჯერებს შენ ვიღაცას ამ ყველაფერში. მამაკაცების ტუალეტებში ჰიგიენურ სალფეტკებს დებენ. ის რომ მამაკაცის რძე იგივეა რაც დედაკაცის. ეს იგივე ძველ ბერძნები გამოყოფდნენ რაღაც ეპისტემე და დოქსა. ანუ ეპისტემე ეს არის რაღაც ფაქტებზე კონკრეტულად აღნობილი ფაქტი, ანუ რაღაც თვლად მონაცემებზე, დოქსა არის როგორ აღიქვამ სამ მონაცემებს. როგორ აღვიქვამ მე და ადამიანების ჯგუფი ამა თუ იმ მოვლენას და ამა თუ იმ ფაქტს. ეს არის აი ძირითადი ტარგეტი აი ამ პარადიგმის, რომ რაც შეიძლება მეტად შექმნა დაეჭვებული საზოგადოება. ამაზე ჰანა არენტის ფრაზაც იგივე ნაცისტური ან კომუნისტური ან ნებისმიერი რეჟიმისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის ადამიანი, ვინც ვერ გაარჩევს სიმართლეს ტყუილისგან, ინტერპრეტაციისგან, ვიდრე თვით დაჯერებული ნაცისტი, ხო? Deep State-ი არის უსამართლო, ეს არის ჩვენი ქვეყნის მტერი, ქართული სახელმწიფოს მტერი. მათი სურვილი რა იყო? თავარი მიზანი და სურვილი რა იყო? სასამართლოს ხელში ჩაგდება, რაც უკრაინაში მოახერხეს, რაც რუმინეთში მოახერხეს.
სწორედ აქ მივდივართ, აი კონსპირაციული თეორიები დაარქვით თუ რაც გინდა, ან იგივე deep state-ი, რომელიც დღეს არ დაბადებულა, რა თქმა უნდა, რომელიც არის უკვე 20 საუკუნის შუახნებიდან არის საუბარი, ბილდერბერგის კლუბი, deep state-ი თუ გლობალური არ აქვს მნიშვნელობა, ამასაც დავარქვათ, არის გარკვეული ძალაუფლების ჯგუფები, რომლებიც აკონტროლებენ მსოფლიოს რესურსების, ეკონომიკის ფულის დიდ ნაწილს და ასევე ისინი აკონტროლებენ და ისინი ნიშნავენ იმ ხალხს, ვინც იქნება მათი იდეების გამტარებელი და ვინც უზრუნველყოფს პირველ რიგში მათ უსაფრთხოებას და კიდევ უფრო მეტად გამდიდრებას და კიდევ უფრო მეტი გავლენის სფეროების მოპოვებას. ადამიანებზე გავლენის მოხდენა ალბათ მას შემდეგ დაიწყო, რაც პირველი ადამიანები გაჩნდნენ. იგი ანტიკური სამყაროდანაც გვაქვს უამრავი მაგალითი, შემორჩენილი წყაროებიდან რაც დღემდე არის. როგორ აშავებდნენ ერთმანეთს ან როგორ ცდილობდნენ იგივე სენატორები იქნებოდნენ ეს ძველ რომში თუ ათენში ტრიბუნები და ასე შემდეგ თავისთვის სასარგებლო თვით წაეყვანათ ესათვის პოლიტიკა. თანამედროვე გაგებით ეს არის დაწყებული უფრო აი რეფორმაციის პერიოდიდან დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ, როდესაც უკვე არის საბეჭდი დაზგა გამოგონილი და უკვე არის შესაძლებელია არა ხელნაწერი წიგნების, არამედ უფრო მასობრივი ხდება ეს ინფორმაციის გაცვლის საშუალება, როდესაც კათოლიკურ ეკლესიას სურს ახალ სამყაროში გაავრცელოს თავისი იდეები, მოაქციოს ის ხალხი და გააქრისტიანოს. თუმცა ყველაზე მეტად უკვე ამ ფორმა შეიძინა ნაპოლეონის ომების დროს. როდესაც ორივე მხარე, ბრიტანეთი, საფრანგეთი და შემდეგ უკვე სხვა მხარეები ცდილობდნენ ერთმანეთის კარიკატურებით, სხვადასხვა მოწოდებების, ბუკლეტების და ასე შემდეგ გავრცელებით, ცდილობდნენ გარკვეული ზეგავლენის მოხდენას ამ ერთიან დიდ პროცესზე. კარიკატურა ცალკე კვლევის საკითხია. თუნდაც პირველი რესპუბლიკის პერიოდში ჩვენ ვხედავთ ამ დაპირისპირებულ პარტიებს შორის, სადაც საკმაოდ ჯანსაღი კონკურენცია მიმდინარეობდა, ასეთ შარჟებს, ძალიან ბევრ შარჟს ვხედავთ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ადვილი მედიუმი გადასაცემად. და შემდეგ ამან უკვე ხპოვა დაიხვეწა და უკვე რაღაც გარკვეულწილად პიკს მიაღწია ორი ბოროტების იმპერიის, საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის ზეობის პერიოდში და მეორე მსოფლიო ომის დროს. ინტერნეტის ისტორია ალბათ ცალკე ძალიან დიდი დასაწერი და განსახილველი მასალა იქნება მომავალი კვლევრებისთვის და ამოუწურავი დისერტაციების და კვლევების და სტატიების საბადო წყარო თუ ისევ იარსებებს ასეთი ტრადიციული აკადემია. და როცა შეიქმნა ეს როგორც რაღაცა ინფორმაციის გაცვლის და გავრცელების საშუალება, მაშინ დაჩქარების ამ ყველაფრის, მაშინ ალბათ ვერ წარმოიდგენდა ვერც ბატონი ტიმ ბერნერს-ლი და სხვები, ვინც პირველი პიონერები არიან, ასე ვთქვათ, ინტერნეტის, რა ფორმას მიიღებდა ეს ყველაფერი დღეს.
როდესაც ჩემი მობილური რაღაც კვირის ანალიტიკას მიგზავნის, რომ დღეში რამდენი საათი გაატარე, კიდევ უფრო მეტი პროცენტულობა ემატება, რომ წინა კვირასთან შედარებით 6% მოგემატა, თრგუნავს და ყველას თრგუნავს ალბათ ეს, თუმცა ხდებით დამოკიდებულებით და ხდებით ამ რაღაც ინფორმაციულ ქაოსში, სადაც ერთი მხრივ შეგიძლია რომ მართლა ყველაფერი მოისმინო და ყველა აზრი გაიგო და გაანალიზო, მეორე მხრივ ეს რაღაცა ამ ბაბლურობის და ამ ბუშტიდან გამოსვლა ასევე ძალიან რთულია. ალგორითმი ისეა შექმნილი, რომ ის გვაწვდის იმ ინფორმაციას, რომელიც ჩვენ გვინდა რომ მოგვაწოდოს, ასე ვთქვათ, და ჩვენს ინტერესებს დაემთხვევა და ასევე ჩვენზე ემოციურად იმოქმედებს. ამერიკელი სენატორები, როგორც აგენტურა, ასე მეგობარი აქტის მიმღებ პოლიტიკოსებს ქართული ოცნება განიხილავს. Deep State-მა თავი ეს აგენტურა სენატში მიაღებინა აქტი კონკრეტული სახელით, რომელიც მხოლოდ საქართველოს მტვრულ აქტად შეიძლება შეფასდეს. მმართველი გუნდის განცხადებით, სენატის კომიტეტში მიღებული დოკუმენტი ოპოზიციის აქციების წახალისებას ემსახურება. სახელმწიფო გუნდში ამბობენ, რომ დოკუმენტის საკუთარ აგენტურას Deep State-მა მიაღებინა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ Deep State-ი არა დასუსტებული, არამედ ღია მოქმედებაშია. ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მეგობარი აქტი მიიღო. სხდომა დახრულ ყარს მიღმა მიმდინარეობდა. აქტი ჯერ ძალაში არ შესულა, დოკუმენტს ჯერ სენატმა, შემდეგ კი კონგრესმა უნდა უყაროს კენჭი. ჩვენ თვითონ ფილტრავთ ამ ჩვენი გონება თავად აგდებს სხვა ალტერნატივას და სხვა ინფორმაციას და მაინც ვრჩებით იმ რაღაც ერთ ქვაბში ნაწილი, სხვა ქვაბში სხვა ნაწილი და ეს გადაკვეთები ძალიან მცირეა რომ. ესიც ნუ მაწყვეტინებთ. მითხარი, აი ეს ბაღები ვისია? ეგაგაცო ნუ გზარასი არის ნუშენა. ძველი თუ არ ვცდები 60-იანი წლების ფილოსოფოსის ტომას კუნის პარადოქსი არის, რომ რაც უფრო განათლებული ხდება თქვათ საზოგადოება და რაც უფრო მეტი ინფორმაციის მიღების საშუალება აქვს, ეს არ არის პირდაპირ პროპორციული, რომ დემოკრატიის ხარისხიც გაიზარდა. რაც უფრო მეც ვიღებთ და ვხედავთ და უფრო რადიკალიზდება, უფრო შორდება პოზიციები ერთმანეთს. იმიტომ ალბათ არ არის ჯერ კიდევ არ ვართ იმ დონეზე მომზადებულები ევოლუციურად, რომ ეს ყველაფერი გადავხარშოთ და ამ ყველაფრისგან სწორი აზრები გამოვიტანოთ და დაიღალა ადამიანს. ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელია ალბათ ყველასთვის, როცა დასვენება უნდა და ადამიანს ან რაღაცა რუტინისგან, ან აზბუნებაში იქნება და ეს გასეირნება, გონების გათიშვა რაღაც და დღეს რა არის ერთ-ერთი ფორმა, რომ რაღაც უაზრო 10 წამიან ვიდეოებს სკროლავ ისტერიულად და ხანდახან 3 საათი ისე გავა, რომ ერთს კი ხვდები, რომ აქ რაღაცა მიიღე, ჯერ კატის ვიდეოს გაჩვენებს, შემდეგ საჭმლის გაკეთების, შემდეგ რაღაცა იბიცაზე ვიღაცა რო ერთობა, შემდეგ რაღაც პოლიტიკურს და ანუ ეღარ ხარშავს. უკვე ამდენ ემოციურად. აღარა საჭირო ვიღაც სოციოლოგი დადიოდეს და რაღაცა თიქებს აკეთებდეს, შენ თვითონ აკეთებ ამას, ანუ შენ როცა რაღაცას დააჭერ, უკვე იქ ცენტრში და ბაზაში შენი მონაცემი გროვდება, ხო? იგივე ამ TikTok-ის ალგორითმიც რო ავიღოთ, თქვათ დაინახე კატის ვიდეო და გაჩერდი 20 წამი და თქვათ საჭმლის ვიდეოზე 1 წამი, 20 ჯერ გაიზრდება კატის ვიდეოების მოწოდება შენთვის, ვიდრე საჭმლის ვიდეოც. ან აი ფეხბურთია დაინახე 100 არ მოგწონს, ესე იგი აღარ გაჩვენებს ფეხბურთს და ასე შემდეგ. სიტყვა ტყუილი ამოღებულია ხმარებიდან, ანუ რა არის ტყუილი და რა არის მართალი, ანუ აღარ არის ეს ზღვარი, აღარ ავლებენ ამ ზღვარს. მაგალითად საქართველოს შემთხვევაში თქვათ, რაზეც დგას ბოლოდროინდელი გენერალური ხაზი ქართული ოცნების საინფორმაციო კამპანიას არის ომის შიში. ჩვენ ვიცით, რასთან გვაქვს საქმე ჩრდილოეთში და ვიცით, რომ ეს რეალური.
ამას ძალიან კარგად იღებს პარტია და საუბრობს გამუდმებით ამაზე. მადლობა ღმერთს სამართლიანობის ომში, გაიმარჯვა სახელმწიფომ, გაიმარჯვა ხელისუფლებამ და ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს მშვიდობა. თუმცა როგორ საუბრობს, ხო, თქვა, საუბრობს რაღაც გარკვეული კატეგორიის ხალხისთვის, რომელსაც უპირობოდ შეერა, რომ აი ესე პირდაპირ მოვიდნენ და გვითხრეს, რომ დასცხეთ რუსეთს, ხო? ერთი გვყავს ქვეყანაში მოღალატეები, აგენტურა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომელიც იმართება უცხო ძალებისგან, პირდაპირ რასაც ავალებენ ქვეყნის საწინააღმდეგოც რომ იყოს, საერთოდ პრობლემა არა აქვს, ყველაფრის გამკეთებლები არიან და ყველაფრის შემსრულებლები არიან. ეს ამბობს რაღაც ეს გარკვეული ადამიანების ჯგუფი და ამბობენ რომ ეს ტყუილია, მაგრამ ამ ადამიანების ჯგუფშიც ხო არის რომ ეს ომის შიში. ამ ადამიანებს უკვე სხვანაირად მოქმედებს. კი, თითქოს გააბათილა, მაგრამ ის არ იკარგება არსად ეს პროპაგანდა, რომ ომის შიში ყველაშია ჩვენში. 100%. ძალიან ბევრი კარგი და ძალიან ჭკვიანი თავის მქონე ადამიანი ემსახურება სამწუხაროდ აი ამ ბოროტებას და ამ ტყუილის გავრცელებას და ისე შელამაზებას, რომ წარმოგვიდგინონ ეს როგორც რაღაც რეგულარული მოვლენა. შოუის ტრაგედიიდან მოყოლებული რო ავიღოთ, ყველაზე დიდი შოკი იყო შემდეგ, ახლა გურიაში რაღაცა განწირული ხალხი, რომელიც ყველაფერი არ დამთავრდა კარგად, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ არ მიიღო ისეთი მასშტაბი, რომ აი რაღაცა სერიოზული, უფრო სერიოზული პროტესტი მოყოლოდა ამ ყველაფერს და ამას ყველაფერს ძალიან კარგად იყენებს ის გამოცდილი და ის ვთქვათ ანალიტიკოსთა ჯგუფი, რომელიც შემდეგ აწვდის ადამიანებს ინფორმაციას. სტატისტიკის დროს ყველა უნდა იყოს ერთმოშტად შეკრული, თუმცა აქაც სამწუხაროდ კონკრეტული ძალები ცდილობენ სპეკულაციების აგებას. ამ კამპანიური ხასიათის დეзинფორმაციული ტალღების ინიციატორები და მონაწილეები იყვნენ როგორც პოლიტიკოსები, ისე ზოგიერთი მედია საშუალება და არასამთავრობო ორგანიზაცია. პარალელურად წარმოუდგენელ არაადამიანობას ვაწყდებით. ოღონდ პოლიტიკური ქულები დაიწერონ და ამ ტრაგედიაზე გეგმები განაახლონ. ყველაფერს კადრულობენ, მათ შორის ტყუილებსაც, რომ თითქოს ბავშვები ჯარდს აგროვებდნენ, რომ თითქოს იქ მშენებლობის ადგილია. რაც არ უნდა რაღაცა აშკარად იკვეთებოდეს ბრალეულობა, რომ იქ წინადღით დაანონსეს თქვა რაღაც ოცნების ახალი ქალაქის აშენება და ამ ხალხის ნორმალურ პირობებში დააყენება და შემდეგ ორი ანგელოზი გარდაცვლილი სადღაც თხრილში, რომ სადაც არ იყო ელემენტარული უსაფრთხოების ნორმები დაცული, ამას უკვე აი შემდეგ უკვე დაიწყო, რომ არა, ეს არ იყო სამშენებლო ადგილი, ეს იყო ჯერ იქ თვითონ ამოთხარა და ქმნიან აი ამ რაღაც ისეთ ტყუილით, სიმართლით და ასე შემდეგ ჩაყრით, რომ კამაც ქმნიან ისევ და უკვე გადადის სხვა რაღაცეებში გადადის, ხო? აი ამ ტროლების შემოსევით, რომ ნუ ყველგან ხდება ეს, ხო და ყველგან ხდება. მერე ვიღაც შემოვარდება, რომ აბა იქ რა ხდებოდა იმ დროს და ამ დროს რა ხდებოდა და უკვე ეს აიზილა. ეს და ნუ და ამით მოხდა პასუხისმგებლობის აცილება. უბრალოდ ალაპარაკე ეს ადამიანები და აპირისპირე ამაზე ვიღაცას აგინოს, ვიღაცას ნაცი უწოდოს, ვიღაცას ქოცი უწოდოს და უკვე 2-3 დღეში რაღაცა მოხდება ისეთი, რომელიც ამას გადაფარავს. ძალიან საინტერესოა, როცა იკვლევდნენ იგივე ეს რუსული ფული როგორ მიემართება, თქვათ რაღაც ერთი თემის გარშემო ამერიკაში ან ევროპაში. ძალიან საინტერესო ის იყო, რომ ნახეს მაგალითად, რომ თუ არ ვცდები ვაქსერიზმის თემა იყო, ნუ ვაქსერი, ანტივაქსერი. რაღაც ჯგუფები ხო ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, რომ ერთი ამბობდა, რომ თუ არ ავიცრებით მოვკვდებით, მეორე ამბობდა, რომ ეს არ არის დადასტურებული და თუ ავიცრებით შემდეგ რაღაცა LGBT-ის არის შიგნით ჰორმონი და ან კიდე რაღაც სასაულებს, რომ ჩიპია და ასე შემდეგ, ხო? აღმოაჩინეს, რომ აი ამ ჯგუფებს ამ ასე ვთქვათ, აი ამ ხალხს, სადაც ასე შემდეგ როგორ არის, ხო, ეს ვიღაც ჯგუფია, რომელსაც თავის ტროლები ყავთ, მაგრამ შემდეგ ამაში ერთვება ჩვეულებრივი ადამიანებიც, ხო?
სასარგებლო იდიოტებს უწოდებენ, მე ამათ ფულს აღარ ხარჯავენ იმათ კომენტარებში, აი რუსული ის აფინანსებდნენ ორივე მხარეს. ანუ ფულს უხდიდნენ აი ამ ორივეს, რომ იმას ვინც წერდა და საწინააღმდეგოს, იმიტომ მათთვის მთავარი იყო, რომ ამ თემის გარშემო გამოეწვიათ დაპირისპირება, რომელიღაც მხარეს კი არ წარმოადგენდნენ. უბრალოდ მთავარი იყო, რომ ეს დაეჭამა ერთმანეთი აი ამ ჯგუფებს, ხო? თავარი დიდი დედაბოძი ასე ვთქვათ ეს არის რა თქმა უნდა ის ომის შიში და მშვიდობა დღევანდელი თანამედროვე მსოფლიო პროპაგანდის რომელსაც უკან მიაქდა თითქმის უკვე რაღაცა ეკონომიკურ თუ გაჭიროებას თუ უმუშევრობას და ფასების რაღაც სასაულო ზრდას პრაქტიკულად გამორიცხავს დღის წესრიგიდან ასეთ თემებს შორის არის ქართველობა საქართველოში და იდენტობა ისეთი რომ აი ჩვენ და ისინი უსამშობლოები ეს ტერმინიც არის სწორად არის მოფიქრებული მათი მხრიდან რომ ყველა სხვა იყოს უსამშობლო ვინც მათ ეთანხმება და თვითონ სამშობლოიანი ეს LGBT თემა რომელიც სხვათა შორის ისე ეცლებათ ხელიდან ამ ბოლო დროს და ამ ბოლო დროს მხოლოდ ისეთი ტიპის პოსტები ხდება რომ აი LGBT დიქტატურა დასრულდა და ეს გააკეთა ტრამპმა და ხო გეუნებოდით და დასრულდა საქართველოში საშუალო თვეური ხელფასი გაიზარდა, მატება 173 ლარია. შედარებისთვის 2023 წლის მეოთხე კვარტალში ამ მაჩვენებელმა 2044.5 ლარი შეადგინა. გასულ წელს კი 2217.5 ლარი იყო. ჯერ მხოლოდ ალბათ სასაულად ეზისხება მიმდინარე მდგომარეობაში საშუალო ხელფასს რო აქვეყნებოს ყოველწლიურად საქსტატი, თუმცა რა ქნან უწევთ რომ გამოაქვეყნონ და როგორი რეაქციებია ხოლმე, როცა უკვე 2200 ლარია და როგორი რეაქციები მიდის ხოლმე იმ ხალხისგან, რომლისთვისაც რაღაცა 2200 ლარი არის მიუღწეველი და ამის ნახევრიც არა აქვს, განსაკუთრებით რეგიონებში იქნება ეს თუ ქალაქში იქნება, ამაზე მე ვხედავთ ხოლმე და მეორეს მხრივ ეს რაღაცა კოლოსალური ერთის მხრივ ეს უფსკრული დღეს მთავრობაში და მთავრობასთან დაახლოებული ბიზნეს ჯგუფების ცხოვრების და ჩვეულებრივი ხალხის, რომელიც კიდევ და კიდევ უფრო იზრდება. როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ deep state-ზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის რაღაცა ერთი წარმონაქმნი ან ერთი სუბიექტი. ეს არის სისტემა, რომელიც უპირისპირდება მეორე სისტემას და ამ შემთხვევაში მშვიდობას დაუპირისპირდა ომის დღის წესრიგი და კონცეფცია. ამიტომ ჯერ თქვათ ის deep state-ის დამარცხებისთვის ადრე აქვთ. თორემ მერე გამოეცლებათ ეს საპროპაგანდო თემა.